ისევ თქვენ, ისევ ჩემი ჯარი, გენაცვალეთ. თავდაცვის სამინისტროს სახელით დედის დღეს ბრავალს დაესწარით. ჯანმრთელად, ბედნიერად. ამ დღეს განსაკუთრებულად ველოდები ხოლმე სულიერად. ქალბატონებს მინდა მიულოცო პირველ რიგში. დედის დღეს თავდაცვის სამინისტროს სახელით. ფორმიანებს რო ხედავთ მიხარია. ისე მოუნა თქვენ მოგანება. ამაგებად მოგცოთ დედის დღეს. თავდაცვის სამინისტრო მადლობას გიხდით ასეთი შვილის გაზრდისთვის. დიდი მადლობა ყურადღებისათვის. გილოცავთ დედის დღეს, ჯანმრთელობას, მხნეობას, დიდხანს სიცოცხლეს გისურვებთ. მადლობა მინდა გითხრათ თქვენ მობრძანებისთვის, ჩემ ჯარს, თავდაცვის სამინისტროს, ველოდები განსაკუთრებით ამ დღეს, აი ჩემ ჯარისკაცებს, ჩემი ოჯახის წევრები გახდნენ ეს ხალხი და მადლობა მინდა უთხრა მათ და მშვიდობა უსურვა. სრულიად საქართველოს ულოცავ ქალბატონებს ყველას. დედის დღეზე ჩემი შვილები არასოდეს ისე არ დამტოვებდნენ ხოლმე. ჩემი ალექსანდრე სულ საზღვრებზე იყო და ლოგინში არ ძინებია რომ იტყვიან. ამ დღეს ყოველთვის ჩამოდიოდა და დედის დღეს მილოცავდა. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით უღრმესი მადლობა ჩემ თავდაცვას ბატონ ირაკლი ჩიქოვანს რო არ მივიწყებს არასოდეს და თქვენ განსაკუთრებით. მე მარტო ხელა დედა ვარ და თქვენი ყურადღება ჩემთვის მნიშვნელოვანია. უყვარდა სამხედროები, სულ ოცნებობდა, მე ჯარისკაცი უნდა გამოვიდეო ბავშვობიდანვე იძახო. თავის სამსახურის ერთგული ყველა მაგას იძახოდა მეგობრები, თანამშრომლები, ძალიან ერთგული იყო ამ სამსახურის. ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც ყოველთვის ასე გვაფასებს. ყველას ულოცავ გამხნევობა მისცეთ ღმერთმა, ჯანმრთელობა. იცოცხლო რომ თავიანთი შვილები მოიგონონ. სამხედროს დიდი სიყვარულით, ფორმის დიდი სიყვარულით და შვილების დიდი სიყვარულით წავიდა სამხედროში და ისე მოსწონდა სამხედრო სამსახური, რომ დედა მე ფორმას არ გავიხდი პენსიაში გასვლამდეო. მიამაყება რომ ვარ გმირის დედა, სულ მიამაყება. თავდაცვის სამინისტროს პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა. არასოდეს არ ვავიწყდებით, მარტო 3 მარტი არა. ყველანაირად რო ყურადღებას გვაქცევენ.